და გიორგი, მოდი მოვიწვიოთ ჩვენი სტუმრები. ქალბატონი ქეთი ღიბრაძე, ენდოკრინოლოგი და ასევე ენდოკრინოლოგი ქალბატონი სოფო მებუკე. მოგესალმებით. ძალიან საჭირო დროს მოხვედით. ვეც გილოცავთ, მოგზანდით. პირველ რიგში უნდა შემოგთავაზოთ წყალი. სიამოვნებით. მადლობა. ქალბატონო ქეთი, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა იკვებოს ადამიანი, ვახსენებთ დაბალანსებული კვება და რას ნიშნავს ეს. მოდით უფრო დეტალურად განვმარტოთ ჩვენს მაყურებელს, თუ რას ნიშნავს დაბალანსებული კვება და რატომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დაბალანსებული კვება არის სწორი, რაციონალური, ჯერადობრივი კვება, რომელიც მოიცავს როგორც ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ხილს, ანუ კერძოდ ფრუქტოზას, ლაქტოზას და ასევე მრავალი რაოდენობით მიღებას ბოსტნეულის. და გიორგი, ახლა ჩვენ მოვიწვიეთ ორი ესეთი ძალიან მაღალი პროფესიონალი თავისი საქმის ენდოკრინოლოგიის მიმართულებით და ვცდილობთ რომ მათ ავახსნევიოთ მაყურებლისთვის რომ შესაძლებელია ახალ წელს ადამიანმა იკვებოს სწორად. როგორ ფიქრობ შენ, რამდენად არის ეს შესაძლებელი? მოდი ასე ვთქვათ, ალბათ ამის ასე ვთქვათ მტკიცება ცოტა გაუჭირდებათ. და მოდი მაშინ იცი როგორ შენ ქართული სუფრის მოყვარულები როგორც მე აი წარმოუდგენელია ხა ჩემთვის როგორ უნდა დამაჯერონ რომ სადღესასწაულო სუფრა უნდა იყოს დაბალანსებული და ზომიერი და დავიცვათ ეს ყველაფერი. მაშინ ვთხოვთ. მაშინ იცი რა არის გიორგი, მე ასე წავიყვანდი დღევანდელ გადაცემას. მე ხო იცი სიმართლის მოყვარული ადამიანი ვარ და ის ტრაფარეტული ფრაზები, როდესაც რაღაცა ისმის, რომ არ არსებული და შეუსრულებელ მისიას რომ უხსნი მაყურებელს, შეიძლება გადართოს და არ მოусმინოს. ამიტომ ჩვენ სტუმრებს რა ვთხოვოთ? ვთხოვოთ რომ დავეხმაროთ მაყურებლებს, როგორ გადავრჩეთ იმ მძიმე კვებითი, ასე ვთქვათ, შტურმისგან, რომელიც მათ გამოიარეს ახალ წელს. ძირითადად ყველაზე მნიშვნელოვანია რომ დავიცვათ კვებითი ბალანსი. დღის რეჟიმი, მომდევნო დღის, ანუ ესეთი შეტევის მეორე დღე გადავანაწილოთ, მეორე დღეს გავაკეთოთ ეგრეთ წოდებული განტვირთვა. განტვირთვა არ ნიშნავს კერძოდ შიმშილს და აკრძალვას, რომ საერთოდ არაფერი არ მივირთვათ. კვება ჯობია რომ გადავანაწილოთ სამ ძირითად კვებას, საუზმე, სადილი, ვახშამი და ვახშამი იყოს რა თქმა უნდა მსუბუქი. არა უგვიანეს დაძინებამდე 3-4 საათით ადრე მივირთვათ ვახშამი. რა თქმა უნდა რთულია აკრძალოს საერთოდ ყველაფერი და წინა დღეს გემრიელი კალორიებზე სრულიად თქვა უარი, მაგრამ ამ ძირითადი კვება უნდა იყოს სადილზე, კერძოდ იგივე საცივი თუ კიდევ გვექნება სურვილი, რომ მივირთვათ, ჯობია რომ მივიღოთ ძირითადი კვების დროს. საუზმეს შესაძლებელია მივიღოთ უფრო მეტად ნოყიერი, შემდეგ სადილი და ვახშამი იყოს მსუბუქი. და ძირითადად ვახშამზე მივირთვათ ბოსტნეული, რომ მეორე დღეს, ანუ მესამე დღეს ისე არ აღმოჩნდეთ როგორც პირველ დღეს. ქალბატონო ქეთი, მოდით ჩვენ ავიღეთ დროის რა მონაკვეთი 1-დან 14-მდე ძველ ახალწლამდე. ანუ დასაშვებია ასე რომ ერთი დღე დავიტვირთეთ, მეორე განტვირთვა, მესამე ისევ დავიტვირთეთ, მეოთხე განტვირთვა. ეს შენთვის დიეტას იწყო? როგორ არის? აი ეს თქვენგან მაინტერესებს. შესაძლებელია თუ არა? ešmakobები ასწავლე გიორგის. რეალურად უმჯობესია პირველი 2 დღე ვიცეთ ჩვენს თავს ეგრეთ წოდებული დატვირთვის და მაქსიმუმი მესამე დღე უკვე შეუძლებელია რომ არ შეიძლება რომ პაციენტმა ისევე გააგრძელოს ეს. მესამე დღიდან შეგვიძლია რომ გავაკეთოთ განტვირთვა, მეოთხე დღეს უკვე ჩავთოთ მცირედი ფიზიკური აქტივობა და მაქსიმალურად შევეცადოთ რომ ესე გადავანაწილოთ 14 რიცხვამდე. რაც შეეხება თვითონ საკვებს, რასაც ჩვენ ვიღებთ ახალ წელს. რამდენად არის ეს ჯანმრთელობასთან შესაბამისობაში ცალკეული ის პროდუქტი, რასაც ტრადიციულად ახალ წელს მივირთმევთ ხოლმე. ყველაზე მძიმე დარტყმას
საახალწლო სუფრიდან, რომელი ახდენს ჩვენს ორგანიზმზე. თუ უბრალოდ იმის მიხედვით თუ ადამიანს რა პრობლემა აქვს, შეგვიძლია პროდუქტები დავყოთ, რომ აი გულსის ძაფთა დაავადებები, ვისაც აქვს ერთი კონკრეტული პროდუქტი, კუჭ-ნაწლავის სისტემის პრობლემები, ვისაც აქვს იქ რაღაც სხვა პროდუქტია. ძირითადი საკვები ეს არის მაღალკალორიული საკვები, კერძოდ ცხიმიანები, ნივზიანებით გამდიდრებული საკვები, ასევე ტკბილეული, რომელიც პაციენტებში, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, კერძოდ შაქრიანი დიაბეტით მქონე პაციენტებში ჭარბი რაოდენობის ტკბილეულის მიღება იწვევს შაქრის დონის მატებას და ძალიან მაღალ რისკ ჯგუფში არიან ასეთი პაციენტები ჰიპოგლიკემიისა. კერძოდ ასევე არტერიული ჰიპერტენზია, როდესაც ჭარბი რაოდენობით ნივზიანი საკვების და მარილიანი საკვების მიღების დროს გულსისძაფთა სისტემით დაავადებული პაციენტებში ხდება არტერიული ჰიპერტენზიის მომატება და ამ დროს ხდება მაღალი რისკის ჯგუფში განვითარდეს შესაძლებელია ინსულტი და ინფარქტი. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა გარკვეული გართულებები მოყვეს აი ამ გასტრონომიულ შტურმს, ასე ვთქვათ, ზუსტად იმ დღეებში. შესაძლებელია თუ არა, რომ ამან პროვოცირება გაუკეთოს, ვთქვათ, პრედიაბეტი გადაიყვანოს, ან რაღაც გარკვეული მეტაბოლური დარღვევების ტრიგერი მოახდინოს, ანუ უბიძგოს დაავადების განვითარებას. რა თქმა უნდა, გეთანხმებით შესაძლებელია, რადგან შესაძლებელია მოხდეს გასტრიტის გამწვავება, ასევე შესაძლებელია ნახკენჭოვანი დაავადების გამწვავება და მწვავე შეტევით მოხდნენ კლინიკაში, ასევე პანკრეასის ჰორმონების ლიპაზას და ამილაზას მატება ხდება ამ ჭარბი რაოდენობის ტკბილეულის და შემწვარ-მოხრაკულების მიღებით და შესაძლებელია გამწვავდეს პანკრეატიტით. რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ რაღაცნაირად დავაბალანსოთ და ყველაფერი ერთდროულად არ მივიღოთ ერთ კვებაზე. ქალბატონო სოფო, პაციენტს აქვს პრედიაბეტი, ან უკვე ჩამოყალიბებული შაქრიანი დიაბეტი მეორე ტიპის და ამ დროს ახალი წელია და ამ დროს გოზინა ყიდებს სუფრაზე. რა შვება ამ დროს ადამიანი? აი, წელიწადში ერთხელ ახო ეს დღე. რამდენად არის დასაშვები, რომ თუნდაც იმ წელიწადში იმ ერთ დღეს ამ დაავადების მქონე პაციენტმა მიირთვას გოზინაყი და თუ არის რაღაც კონკრეტული რაოდენობა, რაზეც შეიძლება წაცდეს ხელი. მოგეხსენებათ ქართული სადღესასწაულო სუფრა, როგორი მრავალფეროვანი, მაღალკალორიული, მაღალცხიმიანია და შესაბამისად მისი შემადგენელი კომპონენტებიდან გამომდინარე ხასიათდება როგორც გემრიელი პროდუქტებით, მრავალფეროვანი კერძებით, რასაც ვერ ვიტყვით, რომ ქრონიკული დაავადების შემთხვევაში ყველასთვის მისაღებია რომ მიირთვან. თუმცა მოგეხსენებათ ადამიანები ვართ, ეს არის ძალიან დიდი ნებისყოფის საკითხი, რომ ვთქვათ, იგივე გოზინაყის შემთხვევაში დიაბეტიანმა პაციენტმა უარის თქვას და ამოიღოს სრულად რაციონიდან, თუნდაც წელიწადში ერთხელ. რა თქმა უნდა, შეუძლია მიიღოს, მაგრამ ეს უნდა იყოს მხოლოდ ერთეული შემთხვევები, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ის ინსულინზე იმყოფება თუ ტაბლეტზე, მოხდება დოზის კორექცია. რათა შესაბამისად არ მოგვცეს შემდეგ დღის მეორე ნახევარში ან ჭამის შემდეგ შაქრის ციფრების მომატება. კაცრი კონტროლის ფონზე ის იქნება ინსულინის ინექციის დამატებითი დოზებით თუ ტაბლეტოთერაპიის დოზების მომატებით შეიძლება მიიღოს, მაგრამ მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში და არა სისტემატიურად, რა თქმა უნდა. და რა თქმა უნდა, კითხვა, რომელიც უფრო მეტად აწუხებს მამაკაცებს, ალკოჰოლი. ალკოჰოლის შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ ზომიერება არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, ისევე როგორც კვების საკითხში, ასევე ალკოჰოლთან მიმართებაში. კერძოდ, გარდა იმისა, რომ ალკოჰოლი თავად წარმოადგენს მაღალკალორიულ პროდუქტს, ვინაიდან განსაკუთრებით ღვინო, რომელიც ყურძნის გამზადდება, მაღალი გლიკემიური ინდექსის შაქრებს შეიცავს, ასევე საუბარი მაქვს სხვადასხვა სპირტის შემადგენლობაზე, 40%-იანი იქნება ეს კონიაკი, ვისკი თუ ასე შემდეგ. და რაც ყველაზე მთავარია, იგი ახდენს შემაკავებელ გავლენას მადის ცენტრზე, შესაბამისად ჩვენ უფრო მეტს მივირთმევთ, ვიდრე რეალურად დავნაყრდებოდით ალკოჰოლის არ მიღების შემთხვევაში. ასევე ცალკე კატეგორიად უნდა განვიხილოთ ალკოჰოლის უარყოფითი ზეგავლენა კუჭის წვენის სეკრეციაზე, რაც ასევე პირდაპირ პროპორციულად მადის მომატებასთან ასოცირდება. გასტრიტების, წყლოვანი დაავადების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უარყოფით ზეგავლენას ახდენს და შეიძლება წყლოვანი სისხლდენაც კი გამოიწვიოს. ასე რომ ზომიერება არის ყველაზე ოქროს სტანდარტი, ესე ვთქვათ, ოქროს შუალედი, როგორც საკვებთან მიმართებაში, ასევე ალკოჰოლის შემთხვევაშიც. მაინტერესებს ესეთი კითხვა. პირადად თქვენ ახალ წელს
აი რომელ კერძს ანიჭებთ უპირატესობას? რა თქმა უნდა, ჩვენი ტრადიციიდან გამომდინარე საცივი აპრიორი. ახლა გადავიდეთ ბავშვებზე. ამ შემთხვევაში როგორ ვიქცევით? იმიტომ რომ მიდის სამზადისი, ტკბილეულია, ძალიან ბევრი, შოკოლადი, კანფეტები, ხილი. ამ შემთხვევაში როგორ გავაკონტროლოთ პატარები? პატარების გაკონტროლება განსაკუთრებით რთულია ამ პერიოდში, მესმის, ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვმა არ მიიღოს ტკბილეული დანაყრების მიზნით. ანუ ჯერ აუცილებლად უნდა იყოს ძირითადი კვება, ეს იქნება კერძის სახით, ხოლო ტკბილეული უნდა მიირთვას როგორც დესერტი და არა ვთქვათ დანაყრების საშუალება. ხშირადაც არის შემთხვევები, როცა გვიან გრძნობენ ბავშვები დანაყრებას და იმაზე მეტი გამოსდით რეალობაში მირთმეული ტკბილი, რაც გავლენას ახდენს შემდგომ ამ თუ იმ პროცესზე. ასე რომ დასარეგულირება. მე მქონდა ამის გამოცდილება, ბაია პატარა იყო და უამრავი რაოდენობით კანფეტს ჭამდა, ზემოდან აყოლებდა ტკბილ გაზიან სასმელს და შევატყე, რომ მასწავლებლმა დამირეკა წყალსეო ხშირად ითხოვსო გაკვეთილზეო. მეც სახში შევატყე, რომ ხშირად სვამს წყალს, არ იქა გაუზომე შაქრის მაჩვენებლები და ნამდვილად ზედაზღვარზე იყო. ისეთი განგაში ჩავთე და თვითონაც ისე დაფრთხა, რომ ამის შემდეგ მაქსიმალურად აი პატარა 7 წლის იყო თუ 8 წლის მაშინ აი ძალიან აკონტროლებს, რომ ტკბილისკენ ზედმეტად ხელი არ გაცეს. ძალიან უყვარს, მაგრამ აი ძალიან აკონტროლებს და სხვათა შორის თავადაც რომ პატარა ყავს ახლა სახში, ის შიში დღემდე აქვს გამოყოლილი და ბავშვთანაც ცდილობს, რომ ნაკლები რაოდენობის ტკბილეული მოიტანოს, რომ არ თვალი ხარბია ხო ბავშვს შეხედავს მოწონს და ამიტომ ცდილობთ, რომ აი ეს ცდუნებისგან შორს გვყავდეს. ქალბატონო ქეთი, ჩვენ საუბრობთ დაბალანსებულ კვებაზე, მაგრამ გვინდა არ გვინდა მაინც რაღაც გარკვეულ კალორიას მაინც ვღებულობთ და არსებობს იმის რისკი, რომ წონაშიც მოვიმატოთ. კალორიაჟი როგორ გადავანაწილოთ? კალორიაჟი, რა თქმა უნდა გადავანაწილოთ დღის პირველ ნახევარში, რომ გული არ დაგვწყდეს იმ საკვების საერთოდ არ მიღებაზე და საღამოს მივირთვათ მსუბუქად. ანუ თუ დაუშვათ შეგვიძლია რომ რაღაცა ის გოზინაყი, დესერტი, ყველაფერი ერთად გვინდა რომ მივირთვათ, შევინახოთ საღამოს და მეორე დღეს დილით მივირთვათ. სხვათა შორის ესეც ჩემი ცხოვრების სტილია, საღამოს არ ვჭამ არაფერს. იმდენი წელია მე ასე ვცხოვრობ, რომ როცა მიეჩვევი უკვე მე ერთხელ ან ორჯერ როცა მომიწია, რომ სადღაც საღამოს საკვები მიმერთვა, ისე მძიმედ გადავიტან და ისეთი დისკომფორტი მქონდა და მთელი ღამე არ მეძინა ვბორგავდი, რომ მე უკვე მეორეჯერ აღარ მოგინდება, რომ ისევ საღამოს რამე მიირთვა. გამოიმუშავა ორგანიზმმა. რამდენად გამართლებულია დამხმარე საშუალებების მიღება? სხვადასხვა ფერმენტებს გულისხმობ. ფერმენტებს გულისხმობ ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა. რამდენად მიზანშეწონილი? ამ შემთხვევაში ნამდვილად პირდაპირ ჩვენებაც არის, როდესაც გადაჭარბებული კვების რაციონი გვაქვს, ადეკვატურად რომ იმუშაოს აღნიშნულმა ორგანოებმა, მივეხმაროთ ესეთი პრეპარატებით, რა თქმა უნდა, ეს დადებითი იქნება, პირიქით ჩვენებაც არის პირდაპირ. ფერმენტული პრეპარატების მიშველება სახელებს ვერ დავასახელებთ, არ გვაქვს უფლება, ძალიან ესეთი შვება ყოფილა, ესე იგი ამ დროს. მე მინდა რომ თქვენ ჩვენს ტელემაყურებლებს თქვენი სპეციალობიდან გამომდინარე კვებითი რეკომენდაციები, ეგრეთ წოდებული დიეტ მაგიდები, რომ ვუთხრათ მაყურებლებს, რომ ახალი წლის შემდეგ რომ ის აკრეფილი წონა, გარდა იმისა, რომ ფიზიკური აქტივობა აუცილებელია, რომ ძალიანაც ორგანიზმი სტრესში არ იყოს, რომ ეხლა მკვეთრად შიმშილობაზე გადახვიდე, მაგრამ ამავე დროს იმ დაგროვილ კალორიებს რაღაცნაირად გამოვეთხოვოთ. გისმენთ ქეთისაც, სოფოსაც, თქვენი ასე ვთქვათ პატარ-პატარა პროფესიული ეშმაკობები. კერძოდ ვიწყებთ ესე. დილას ვიწყებთ, რა თქმა უნდა, საუზმით. საუზმე უმჯობესია იყოს ბურღულეული. შემდეგ საუზმიდან სადილამდე უმჯობესია რომ მივირთვათ ხემსის სახით ხილი. სადილი უმჯობესია რომ იყოს წვნიანი, ცილოვანი პროდუქტით გაჯერებული და საღამოს მივირთვათ თევზი ან ფრინველის ხორცი ბოსტნეულთან ერთად და ეს იყოს დაახლოებით არაუგვიანი 7 საათისა.
და ასევე აღნიშნულ რეკომენდაციებს დავამატებდი ყოველი ძირითადი კვების წინ ერთი მოზრდილი ჭიქა წყლის დალევას, რომელიც გარკვეულწილად სისავსის შეგრძნებას იწვევს და რეალურადაც შედარებით ნაკლებს მიირთმევს ესეთ დროს პაციენტი, ვიდრე ვთქვათ წყლის არ დალევის შემთხვევაში. ასევე აჩქარებს მეტაბოლიზმს გარკვეულწილად კუჭ-ნაწლავის სისტემის მოქმედებას და აქვე მინდა დავამატო, რომ სასურველია გაკეთდეს ის ანალიზები, ის ჰორმონალური კვლევები, რომლებიც პირდაპირ მარეგულირებელი და პასუხისგებელი არიან ნივთიერებათა ცვლაზე, მეტაბოლიზმზე, ასევე ძილის რეჟიმის მოწესრიგებაც, რადგანაც კავშირში არის გამართულ მეტაბოლიზმთან. სამი ძირითადი კვება, რაც ქალბატონმა ქეთი მახსენა, შემცირებული რაციონი, პორციები, ანუ ჯერადობრივი კვება, შუალედებში წახემსების სახით და დღის მეორე ნახევარში განსაკუთრებით დაბალკალორიული პროდუქტების მიღებით. აქცენტი უნდა გაკეთდეს დღის პირველ ნახევარზე ძირითადი კვების მირთმევის სახით. ძალიან მოდაში ეგრეთ წოდებული განტვირთვის დღეების რამდენად არის გამართლებული სამედიცინო თვალსაზრისით ასეთი განტვირთვის დღეები? ის, რაც ორგანიზმისთვის არის არაფიზიოლოგიური და ძალდატანებითი, ვერ იქნება ნამდვილად გამართლებული სუფთა სამედიცინო კუთხიდან გამომდინარე. თუმცა, რა თქმა უნდა, აღენიშნებათ რამდენი კილოგრამი წონის კლების დინამიკას ესეთ შემთხვევაში, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა, ვინაიდან კალორიაში შემცირებულია, მონოდიეტის სახით ღებულობენ მხოლოდ ერთი სახის პროდუქტს და შესაბამისად გვაქვს მეორე-მესამე დღეს წონის კლების დინამიკა. ნამდვილად არ არის მოწოდებული, თუმცა ესეთი გადატვირთული დიეტ რაციონის შემდეგ 1 და 2 დღე შესაძლებელია, მაგრამ ამას არ უნდა ქონდეს სისტემატიური და მრავალჯერადი ხასიათი. ვაგრძელებ ალკოჰოლის თემა. ვაიმე გიორგი, ვერ დაგაწყნარებს. ბევრი ადამიანი იმ პერიოდში ღებულობს მედიკამენტებს. ყველაზე მეტი ზარი პაციენტებისგან ამ დროს შემდგომ ქალბატონინო წნევის წამალთან ერთად შეიძლება ღვინო დავლიო? აი, ამ შემთხვევაში როგორ ვიქცევით? ნამდვილად წინააღმდეგ ჩვენება არის სამედიცინო თვალსაზრისით ნებისმიერი სახის მედიკამენტის მიღება ალკოჰოლის მიღების ფონზე. ასე რომ აქ ნამდვილად ცალსახად სხვა მოსაზრება არ გამაჩნია. ჩვენ რომ აუხსნათ ჩვენს მაყურებელს რატომ მექანიზმი ვთქვათ იგივე სედატიური პრეპარატების აძლიერებს ეფექტს, რა თქმა უნდა, იგივე ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების სედაციური ეფექტი ზოგჯერ ძილიანობის მხრივაც ვლინდება ეს გაძლიერებული. თუმცა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მიღება ამ დროს აუცილებელია, იმიტომ რომ თუ ვთქვათ მიიღე ალკოჰოლი და ამ დროს თქვენმა წნევის მაჩვენებელმა მიაღწია რაღაც კონკრეტულ ციფრებს, ამ დროს აუცილებელიც არის ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის დაწყება და იმ წამსვე შეჩერება ალკოჰოლის მიღების. ძალიან ხშირია ასევე ქალბატონო ქეთი დამეთანხმებით ალერგიული რეაქციები. დიახ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გარკვეულ პაციენტებმა ბევრმა არ იცის საკვებზე აქვთ ალერგია, ალკოჰოლზე, მედიკამენტებზე აქვთ ალერგია და ამ დროს მიღების შემთხვევაში გამოვლინდება ხოლმე მოულოდნელად, დიახ, ჯვარედინად ალერგიული რეაქცია და ნუ რა თქმა უნდა, დროულად უნდა მოხდეს მედიკამენტის მიღება ან ექიმთან ზარის განხორციელება და დახმარება. ალკოჰოლი თვითონ ზრდის ორგანიზმის წყალზე მოთხოვნილებასაც და წყლის შეკავება ხდება შესაბამისად არტერიული წნევად პირდაპირ კავშირშია ესეთ მექანიზმი. ამიტომ ყველა შემთხვევაში ზომიერება არის ის მთავარი, რაც ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარია და არ არსებობს ისეთი უნივერსალური საშუალებები სამედიცინო თვალსაზრისით, რომელიც ზედმეტად ჭარბს აკვებს, ჭარბი ალკოჰოლის მიღებას თუ სხვა ესეთ ორგანიზმისთვის მავნე რაღაცებს, რომ რაღაცა შეეშველოთ. რეალურად საკმაოდ დამაზიანებელი ეფექტი აქვს ამ ყველაფერს ჩვენ ორგანიზმზე და წელიწადში ერთხელ ეს ყველაფერი ასატანია, მაგრამ ამას არ უნდა გქონდეს ხშირი სისტემატური ხასიათი და მოკლედ შევთანხმდეთ ჩვენს კოლეგებთან, რომ წელიწადში ერთხელ მივცეთ ამისი საშუალება ჩვენს ტელემაყურებლებს და შემდეგში აი ეს კვებითი, ასე ვთქვათ, რეჟიმი, რომელიც დღეს გაგვანდეს ჩვენმა სტუმრებმა, განვახორციელოთ და აღვადგინოთ ორგანიზმში დარღვეული ის ბალანსი, რაც ჭარბმა საკვებმა თუ ალკოჰოლმა გამოიწვია. და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მე გადავდივართ ისე უბრუნდებით ჯანსაღი ცხოვრების წესს და უნდა დავიცვათ პრინციპი, როგორც ლათინური ფრთიანი ფრაზა გვეუბნება mens sana in corpore sano, ხო? ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, მადლობა რომ მოხვედით. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ძალიან ეცადეთ რომ ჩვენი მაყურებლისთვის ასე ვთქვათ ხსნა მეტნაკლებად ხსნის გზა გეჩვენებიათ, ხოლო მაყურებლებს ზუსტად ერთი კვირი დავემშვიდობებით, შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში 16 საათზე იმედის ეთერში გადაცემა იმუნიტეტი. გვიყურეთ და აიმაღლეთ თქვენი იმუნიტეტი.